მებონუცუბიძის გადაღება დანიშნული ჰქონდა უკვე, როცა ეს ფოტოები გამომიგზავნა. გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს გადაღებული შავთეთრი ფოტოები. ილია ჭავჭავაძის სახელობის 23 საშუალო სკოლის ერთი ჩვეულებრივი საბჭოთა კლასისა. დიახ, ეს ჩემი კლასია. აგერ მე ვარ. ეს ახალგაზრდა ყმაწვილი მებონუცუბიძის მამა სოსო ნუცუბიძე. სკოლის ფოტოები ჩემთვის ნამდვილად სიურპრიზი იყო, მით უმეტეს რომ სოსო ნუცუბიძე ეს ჩემი კლასელი ბიჭი, მებონუცუბიძის მამა, რომელიც 58 წლის ასაკში გარდაცვლილა, სკოლის დასრულების შემდეგ საერთოდ არ მინახავს. ხო და რო გამომიგზავნა ეგრევე ვიცანი და ნახე აქ როგორი საყვარელი ბავშვი არის ხო მე არა ვარ ეგეთი და ეს ხო არ მე ვცდობ ხოლმე მივხვდე გავარ თუ არა მეუნებიან გავხარო მაგრამ მე მგონი რაღაცები თუ გავარ მაგრამ უფრო მაღალი იყო შენზე კი ცოტათი მაღალი ეხლა რო გამომიგზავნა ეს ფოტო ისე გული დამწყდა და ამიჩუყდა გული და იმდენი რამე გამახსენდა თან რეალურად ეგ ხო აი მე მიფიქრია ხშირად ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე რა აი იმიტომ რომ მე რო ვიცნობ მამაჩემს ის არის მამაჩემი ანუ მე დავუშვათ მახსოვს უკვე კარგად 8-9 ნუ ბავშვობიდანაც მაგრამ უფრო მეტად აი 10 წლის მერე ხო გახსოვს მისი ქმედებები რაღაც მაგრამ მე რო ვფიქრდებოდი და განსაკუთრებით მას მე რაც გარდაიცვალა ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე აი რაღაცეებზე რა ჩვენს ცხოვრებაში და სულ მეფიქრება რომ რეალურად ანუ შეიძლება მამაჩემი სკოლაში თუ სხვა იყო უნივერსიტეტში თუ სხვა იყო და ოჯახში და მამა კიდე სულ სხვა იყო რა ანუ მე შეიძლება სხვა სოსოს ვიცნობ გოგი გვახარია შეიძლება სულ სხვა სოსოს იცნობს და ესე და ეგ ძალიან საინტერესოა ხოლმე თავისი წესიერების გამო ძალიან ბევრი ანუ მთელი ანუ 90-იანების მერე ინჟინერი იყო პროფესიით სხვა შორის მე დაამთავრა მაშინდელი GPI ეხარო ტექნიკური უნივერსიტეტია დაამთავრა GPI მე მუშაობდა და აი იმ ნაკადში მოყვა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რომ გაუჭირდათ ახალ ცხოვრებასთან ადაპტირება რა და ძალიან დიდი ხანი რაღაც მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგი ინჟინერი იყო და შემდეგ მუშავარი იყო და გაუჭირდა აი ცოტა გადმოწყობა ახალ იმაზე და ძალიან წესიერი იყო და ძალიან ხშირად მოსმოდა ხოლმე რაღაცები რომ რაღაცებზე უარს ამბობდა იმიტომ რომ მე მაგას ვერ ვიზავ მე მაგას არ ვიზავ და მაშინ კიდე ეგრე ვერ ხვდებოდი მაგას მაგრამ ეხა ძალიან ვაფასებ იმიტომ რომ მეც ჩემ თავში ვიჭერ ხოლმე რომ მეც მაქვს რაღაც ეგეთი პრინციპები ჩემ თავში რომელსაც არავინ არ იცის რა არის მაგრამ აი ბევრ რაღაცაზე უარს ვამბობ ხოლმე ბევრ რაღაცაზე რომ ხვდები რომ აქ ამიტომ ხარ ჩვენი გმირი სოსო ნუცუბიძესთან არა მარტო კლასი და ასაკი მაკავშირებს. ორივე მებოს მამა და მე ერთ უბანში გავიზარდეთ. როგორც იმხანად ამბობდნენ და მგონი ახლაც არ შეუცვლიათ სახელი ვორონცოვზე, პლეხანოვზე. დღევანდელი საარბრუკენის მოვედნიდან მარჯანიშვილის მოვედნამდე სულ დაახლოებით 15 წუთის სავალი გზა არის. ვორონცოვიდან, სადაც მებონუცუბიძე ცხოვრობს, მარჯანიშვილამდე დღევანდელ ჯავახიშვილის ყოფილი კალინინის ქუჩაზე ტრამვაი დადიოდა. აღმაშენებელზე ტროლეიბუსი. ფიქრობ ამ უბანმა მიუხედავად იმისა, რომ ტრამვაი აღარ არსებობს, დღესაც შეინარჩუნა თავისი სახე. ეს ქუჩები, ეს სახლები პირველ რიგში ადამიანური მასშტაბებით გამოირჩევიან. უფრო მეტიც, ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილის, კიევის ქუჩებისთვის ჩვეულებრივი სურათია. ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, საუბრობს ამ დროს იღება დაბალი ერთსართულიანი თუ ორსართულიანი სახლის ფანჯარა, გამოიხედავს ვინმე, შეიძლება ფანჯრის რაფაზეც მოკალათდეს და ჩაერთვება საუბარში. ცოტა გვეცინება ხოლმე, როცა ამბობენ თბილისი იყო ურთიერთობა. მაგრამ ვორონცოვზე როცა ვსაუბრობთ, ეს ზედგამოჭრილი სახეა, მართლა ურთიერთობა იყო. ვარანცოვზე, პლეხანოვზე, ეგრევე ეძახით, იმიტომ რომ მამაჩემი პლეხანოვზე ეძახდა და აღმაშენებდა. სულ მამაჩემი საუბარი მესმოდა, იმიტომ რომ იქ იდგა, საუბრობდნენ, კეიფობდნენ, რაღაცა ლაპარაკობდნენ, მახსოვს ღამის 2 საათზე ფანჯარაზე მოკა. ჩვენ გვერდით ეზოში ცხოვრობდა ისიც გარდაიცვალა პოეტი თემურ ჩალაბაშვილი და აი მახსოვს რომ ღამის 2 საათზე ფანჯარაზე მოკაკუნებები რომ სოსო წავედით პატარძეულში და მიდიოდნენ სადღაც. აი ეგეთი ცხოვრობით ცხოვრობდა რა. ამ უბანს აქვს ეს რაღაცა რომ მთელი უბანი რაღაც დიდი ეზოა ერთი, ხო? აი იცი ქონდა ალბათ. აი დღეს ახლა ჩემ ეზოში სადაც მე გავიზარდე, აი სადაც ვიყავით, უკან არის იტალიური ეზო. მთელი ბავშვობა აი ზუსტად ეგეთი სიტუაცია იყო რომ აი მეორე სართულზე მარო ბაბო იჯდა რომელიც მთელი დღე ბავშვებს გველაპარაკებოდა იქ რაღაც ედიკაძია ძედო ყავდა ეზოს ბაბუა იყო ძედოს ვეძახდით ესე რუსული ტერმინით და ეხა აი ეზოში რომ
გავდივარ, აი ისეთ ჩამიჩუმი არის მის მოკლედ. ძალიან შეიცვალა მგონი, მაგრამ აი იმ პერიოდში მე რო ვიზრდებოდი და მამაჩემი მე რო პატარა ვიყავი, ეგ იმიტომ მახსოვს ეგ ისტორია, რომ მართლა აი სადმე რომ მიწევდა მასთან ერთად გავლა, მაგრად მეზარებოდა ხოლმე, იმიტომ რომ აი აღმაშენებელზე აი ხვდებოდა ძალიან ბევრი ყოფილ სკოლელს, არ ვიცი, კლასელს შეიძლება მე ხო ვერ ხვდებოდი. შენ ინტერვიუში მოყვები, ძალიან ერთ-ერთ ინტერვიუში მოგისმინე და ყვებოდი რომ ესე ტიპი იყო, რომ საყურეთიო მეჩხუბებოდა ამ საყურეზე, მაგრამ ერთხელ დამიცვავთ, როგორ იყო? მოკლედ მე მეჩხუბებოდა. ხო. ანუ სახლში მაგალითად მახსოვს რომ ეხლა აღარ მიკეთია საყურე, მაგრამ პური მქონდა აი გახვეწილი და რაღაც აი მაშინ ვიწყებდი ჩემს მუსიკალურ კარიერას და ვუკრავდი და რაღაც ჩემს იმიჯში ეს საყურე მინდოდა რომ მქონოდა მომწონდა რა ძალიან. თან ცოტა ისიც იყო რომ ამბოხის ამბავი იყო რა ხო, რა თქმა უნდა. ეხლა უკვე თბილისს ეგეთი ქალაქი გახდა რომ ყველა საყურე უკეთია და აღარ, მაგრამ აი 2000 რომ მოიხსნა. ხო, რომ განსხვავებული რო იყო. განსხვავებული. და მაშინ ეგეთი დრო იყო რომ აი მაგას ფერად შაბას თუ იცვამდი რაღაცა განსხვავდებოდი და ცოტა ამბოხი იყო ალბათ ეხლა რო ვფიქრდებით ჩემი ქმედება. ხო და სახლში მაინც რაღაცნაირად ვერიდებოდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მეჩხუბებოდა და ვიხსნიდი ხოლმე და სახლში შევდივდი საყურის გარეშე. ხო და ეხლა ტელევიზორში რო სადღაც გამოჩნდებოდი, ეხლა იქ ხო საყურით ვიყავი. ხო და მამაჩემი მე ხო მეჩხუბებოდა ამ საყურეზე და ერთხელ მახსოვს ეგეთი რაღაც რომ მომიყვნენ სხვები რომ ვიღაც ადამიანთან უჩხუბია ჩვენი თვითონ მოგიყვა? არა, სხვები თვითონ არაფერს არ მიყვებოდა. ეგეც თვითონ იცოდა ძალიან ჩუმი სიყვარული. აი არა გითხარ, ეგეთი კლასიკა. არასდროს არ უთქვა, ხო, არასდროს არ უთქვამს ესე რომ მე ბოშვილო რაღაც. აი მაგრამ მე ვგრძნობდი მხოლოდ. ანუ უფრო აი ეგეთი ის ქონდა, ანუ არასდროს, მაგრამ აი გავიგე სხვებმა მომიყვნენ რომ მამაშენმა ვიღაც კაცო მაგრად ეჩხუბაო რა, აი სერიოზულად ეჩხუბესო და ბოლოსო სხვებმაც, იმიტომ რომ ამ უბანში, იმიტომ ის ვიღაც სხვა უბნიდან მოსული კაცი იყო და უკვე იმას არაპატია ეთყობა ეგეთი რაღაცა და იმას უთქვამს რომ აი შენი ბიჭი ვნახეო და ეთყობა ცოტა სარკასტულად უთხრა რომ საყურე ეკეთაო. ალბათ ეხლა ალბათ აქცენტში იყო ფრაზაში რომ აი ანუ საყურე ეკეთა, რატო ეკეთა რა და ამას ეგრევე უთქვა, ანუ და მოკლედ ჩხუბია, სერიოზული ჩხუბი მომხდარა მაგის გამო. მე იქ დამიცვა მაგრამ სახში თვითონ მეჩხუბებოდა რა. შენ გაიმეორებ ამას შენ შულთან? არა, იმიტომ რომ მე მაქვს მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ადამიანებისგან რაღაც სახეხატის შექმნა რა. ანუ ჩემი სიყვარული ყველაზე მეტად მიყვარს მამაჩემი, მართლა გულწრფელა და ძალიან ბევრი რამე რაც მაქვს და როგორც მაქვს მამაჩემისგან მაქვს, მაგრამ არასდროს არ მქონია ეგეთი რაღაც რომ აი მამაჩემი არის აი ყველაზე კარგი, ეგეთი უნდა იყო. პირიქით აი ვუყურებდი ყოველთვის ცხოვრებას და რაღაცებს სწავლობდი, რა არ უნდა გამეკეთებინა. მაგალითად არ ვიგინები, იმიტომ რომ მამაჩემი ბევრს იგინებოდა. მას ამბობენ რომ უხდებოდა, იმიტომ რომ ყველა ამბობდა რომ ძალიან უხდება ბაბაშერის გინება, მეთქი აი უხდება, მაგრამ მე არ მომწონდა. ჯინაზე არ იგინები. აი და ეგრე გამოვიდა. კი, იმიტომ რომ აი ფიქრობდი რომ მე არ მომწონდა, იმიტომ რომ რაღაცად მინდოდა რომ არ ეგინა, მაგრამ ნუ ახლა მე მეკითხებოდა, მაინც იგინებოდა. აი რაღაცებს ეგრე, მაგრამ ძირითადი რაღაცეები მაინც აი რაც დრო გადის, აი რაღაც ფოტოებში გამოვიჭერ ხოლმე, რაღაც ჟესტები მაქვს მამაჩემივით, ქმედებებშიც გამოვიჭერ ხოლმე, რომ აი რაღაც უსამართლობაზე ქონდა ხოლმე მაგის ეგეთი რეაქცია, რომ აი ძალიან ხშირად ვიღაცთან უჩხუბია და რატო ეჩხუბე რო ვიგები და თვითონ შეიძლება არ ეხებოდა, მაგრამ რაღაც ნახა რომ აი ვიღაცას უსამართლოდ იქ მოიხსნა და აი იმ ვიღაცას იცავდა. მე შეიძლება იმ ვიღაცას თქვა რომ შენ რა გინდა კაცო რატო ჩაერიე, მაგრამ ეს ვერ იტანდა მაგას და მე ჩემ თავში გამომიწერია რომ მეც ეგეთი ვხდები, აი მართლა აი კეთს ვერ ვიხო. ანუ მithumetes რომ ბევრი usამართლობა გვაქვს. უსამართლობის მეტი რა გვაქვს, ხო. ანუ ეს usამართლობის დონე იზრდება. კი. ხო და მარტო usამართლობა აი რაღაცებში ვიჭერ ხოლმე და ხანდახან მე აი ხო იცი რომ გაგეღიმება რაღაცაში რომ ვა, მეთქი ხა ჩემი ვით მოვიქეცი და თითქოს ვცდილობ რომ ეგრე არ მოიქცე, მაგრამ იქცევი რა. მებონო ცუბიძეს კიდევ ერთი მშობლიური უბანი აქვს თბილისში, მთაწმინდა. ნახევარი ბავშვობა აქ გაატარა. სწორედ ამ უბანში ცხოვრობდა ბიძამისი, პროფესიით დიპლომატი, რომელმაც 15 წლის მებონო ცუბიძე 2006 წელს წაიყვანა საფრანგეთში, პარიზში, სადაც მებომ სკოლა დაამთავრა. თუმცა როგორც ხვდები, ფრანგული ენის დახვეწის თუ ფრანგული ლიტერატურის შესწავლის გარდა ისწავლა ევროპული ცხოვრების წესიც. არ ვიცი როგორი მებო წავიდა საქართველოდან, მაგრამ ევროპელი კაცი რომ დაბრუნდა საქართველოში, ფაქტია. ბავშვობის ნახევარს აქ ვატარებდი, ნახევარს იქ, იმიტომ რომ პატარა სახლში ვცხოვრობდით. და აქეთ მოვდიოდი ხოლმე რაღაც კვირაში 3 დღე აქ ბებია-ჩემთან, ბებია-ჩემთან, მაშინ ბიძა-ჩემი საქართველოში არ იყო, საფრანგეთში მუშაობდა და იზო ბებია-ჩემი, რომელიც ძალიან მიყვარდა და ვასეინებდი ხოლმე.
ამ პარკში არა, დაბლა რო პარკი არის სულხან-საბას ბაღი, იქ გავდივდით ხოლმე, მზეზე გამყავდა ხოლმე, უკვე მოხუცებული იყო და ძალიან მიყვარს ეს ადგილი მოკლედ რა. მისვინე და ბიზა მუშაობდა საფრანგეთში დიპლომატი დიპლომ კი ბატონო საელჩოში და შენ მოგიტაცა აი ახლა ფიქრობ კი მოვიტაცა წლებზე ვამოვით რომ ავიწყდება თქო და ანუ ეს პერიოდი იყო როცა არ იყო სასურველი ბიჭის 15 წლის ბიჭის აქ ხო თული იმიტომ რომ მე ბევრ რაღაცას გადავრჩი ასე ვთქვათ იმიტომ რომ მაშინ მშობლები ფიქრობენ ხოლმე როგორ გადავარჩინოთ თუ აქ ჩანსი მიყავთ აქედან რომ აი ვთქვათ ამ ხედრიუნს და მე 90-იან წლებს რაღაცნაირად გადაარჩინონ ან აი ვერ ვიხსენებ როგორ გადაწყვეტენ ხოლმე ანუ ძირითადად ეს იყო რომ აქედან წავიდნენ კი ზუსტად ეგრე იყო ჩემ შემთხვევაში ბავშვობიდან იყო რომ ფრანგულს კარგად ვსწავლობდი ხო იმიტომ რომ აი სკოლას რო დავამთავრებდი, გვინდოდა რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა უკვე საფრანგეთში. და სხვათა შორის მაშინ დელფი და დალფი იყო გამოცდები და დალფი ჩავაბარე უკვე C1 მქონდა, მიყავი მე-9 კლასში. სრულად ვემზადებოდი აი ფრანგული, მაგრამ ისე წავსულიყავი და მე უბრალოდ ვიზა ჩემი წავიდა საელჩოში და ბარემ თქვა რომ შანსია რომ რაღა დაველოდოთ უნივერსიტეტს, ბარემ სკოლაში გააგზავნოს იქ სწავლა. და მაგან გადამარჩინა იმ გაგებით რომ კი ეხა 2006 წელს ისეთი ცუდი მდგომარეობა არ იყო როგორც მაგალითად 90-იანებში მაგრამ მაინც ჯერ კიდევ შევფიქრებოდა რა ცოტა ბნელოდა ქუჩა რაღაცათან ეხა ვარანცოვი ძალიან მიყვარს მაგრამ მაინც შედარებით ბნელი უბანი არის იმ გაგებით რომ არის იქ ბევრი რაღაც რისკი ბევრი საშიში რაღაცა და აი საფრანგეთში წასვლა მამაშენიც მომხრე იყო რომ წასულა კი ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის გრძნობდი მამაჩემში იმას, რომ ჩემთვის უკეთესი ცხოვრება უნდოდა. საერთოდ ალბათ ეგონათ, რომ აღარ დავბრუნდებოდი. მაგრამ მაინც დავბრუნდი რა, აქეთ გამომიწია გულმა. ოღონდ გამომიწია გულმა და მე მივხვდი აქ რომ დავბრუნდი, რომ იქ მე რაც ვნახე, რაც ვისწავლე, როგორც მივხვდი აი რაღაც ღირებულებები რაც შევიძინე, პრინციპები რაც ჩამომიყალიბდა, ხედვა, რაღაც აქ ჩამოვედი რა კარგია ეს წავეო ჩემს სამშობლოში აი მე როგორ მესმის რო ჩამოვედი უნივერსიტეტში აქ რო ჩამოვედი უნივერსიტეტში მახსოვს რომ იქ საფრანგეთში მიჩვეული ვიყავი რომ სკოლაში კლასში რო ვიჯექი მე უნივერსიტეტში სხვადასხვა ფერის პასტები კალმები რაღაცა და ვინიშნავდი აი წითელით რაღაცას ხაზავდი მწვანით რაღაცას რომ აი მე კონსპექტებს რო ვაკეთებდი ვიცოდი რომ გადავხედავდი აი ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ფერით იყო აქ რო უნივერსიტეტში პირველ დღეს მივედი ჩანთით მივედი არა და 2009 წელი ანუ ეგეთი 94 არ არის რა წესით ჩანთით მივედი რაღაც სხვადასხვა ფერის კალმები ამოვიღე დავდე და მივხვდი რომ აუდიტორია მიყურებს რა რომ რა ხდება ვინ არის ეს სადაურია რა უნდა არ და ქართველი ვარ რა და მანდ მივხვდი რომ ჯერ კიდე რაღაცეები იყო რა ეს არის რაღაცა რომ შენ მოგაქ ევროპა საქართველოში ანუ ის გამოცდილება რომელიც მიიღე გინდა რომ აქ ესე კარგად მესმის ძალიან მაგრამ ბევრი არიღებს მაინც წინამდებობა არ შეხვდა აი ხა ესეთი პედანტი რო ხარ წინამდებობას არ გიქმნის ყველაფერი მიქმნის წინამდებობას არა ძალიან კაი რუსული სიტყვა ზანუდა ხარ ცოტათ კი ალბათ ხვებისთვის ალბათ მე ვერ ვგზნობ მაგას მაგრამ მაქვს რაღაცა მაგრამ მე მაქვს მეორე ჩემ თავს ყოველთვის ვეუბნებოდი რომ ვცდილობ რომ ყველა ადამიანს ვესაუბრო მისთვის გასაგებ ენაზე მათ შორის იმ ადამიანებსაც რომლებიც შეიძლება რაღაცებში არ მეთანხმებიან ან საერთოდ არაფერში არ მეთანხმებიან მაინც მაქვს ხოლმე ეს რწმენა რომ შემიძლია გავაგებინო რას გულისხმობ იმიტომ რომ ძალიან ჯერა რომ მე რისიც მწამს ის კარგი არის. გულისხმობ რომ აი რისი მწამს. ჩემთვის თავარი ღირებულება არის ადამიანი. ადამიანი, მისი თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა და მისი გამოხატვის უფლებები. ეს საფრანგეთის გავლენაა. რა თქმა უნდა, 2006 წელს რო ჩავედი, შეიძლება გახსოვდეს, მაშინ იყო მაშინ ვილეპენი იყო პრემიერ-მინისტრი, დომინიკ დე ვილეპენ ეგეთი მე მისი პოლიტიკური დასრულდა და რამ დაასრულა. მოგეთ მიიღეს რაღაც ახალი კანონი, რომელიც იყო ეგეთი კანონი, რომ გამოსაცდელი ვადით ადამიანს სამსახურში რო აიყვანდი, გამოსაცდელი ვადა რო დასრულდებოდა, შეგეძლო არ გეთქვა რატო უშვებდი, უბრალოდ გეთქვა რომ არ ვთვლით საჭირო თქვენს აყვანას. დაიწვა პარიზი. რომ ეს რანაირი კანონი არის, რას ნიშნავს, რომ იქნები იმას ჩემი ჯინსი არ მოსწონს და მაგიტო გამიშვას. ანუ დღემდე ეგ რჩება, რომ ადამიანს როცა აიყვან გამოსაცდელი ვადით, ბოლოს უნდა უთხრა, რომ რა ვერ გააკეთა, რის გამო უშვებ. და ჩასული ვარ თბილისიდან, აი რავი, რა აქციები, რა პროტესტ სკოლაში, რაღაც და მივდივარ სკოლაში და ჩემი სკოლა არის ბარიკადებია ჩემს სკოლას. რა ხდება მეთქი ვიკითხე და რას ვამბობ, საშინელი კანონი მიიღო მთავრობამ და ქუჩაში ვარ ყველანიო და ცოტა შოკი იყო რომ 15 წლის ვარ მე რატომ ეხება ან პირველი კითხვა თბილისიდან ჩასულს გამიშთა რომ ჩემთან რა შუაშია ეგ კანონი და მე მივხვდი აი მანდედან და მე უკვე აქციებზე დავდიოდი ჩემს კლასელებთან და სკოლის დირექტორი რო სკოლიდან არ გამოვუშვით
მაგრამ ამის გამო არც სკოლიდან გაგვაგდეს, არც საყვედური დაგვიწერეს, არც არაფერი და პირიქით მეორე დღეს სკოლის მასწავლებლები ჩვენთან დადგნენ, მან მივხვდი რომ რაღაცა სხვანაირი რაღაც არსებობს თურმე, სადაც შენ შეგიძლია თქვა, რომ კანონი მეხება დღეს არა, მაგრამ ქვეყანას ეხება და ეს ქვეყანა მე ვარ. აი საფრანგეთში მაგალითად liberté égalité fraternité რაც აქვს, რეალურად აი liberté-ზე და égalité-ზე თანხდებიან რა. თუ ვინმეს égalité-ს საფრთხე ექნება, აუცილებლად ყველა იტყვის, რომ კი, ეს გვეხება. მე ვერ გავიხსენე რა არის ის, რაც აი ახლა აი პარკში რო დავიაროთ, ყველა შეიძლება გაგვაერთიანოს. აი დაუფიქრებლად, რაზე შეიძლება დავყაროთ ყველაფერი და თქვათ, რომ კი, ერთად ვდგავართ. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ვიღაცას უყვარს რაღაცა და ვიღაცას არ უყვარს რაღაცა. აი ვერ ვიხსენებ ხოლმე. ხშირად მიფიქრია, რომ რატო არ შეიძლება ეგ იყოს მაგალითად რუსეთი, რომელიც არის ოკუპანტი. მანდაც კი ვერ გვაქვს ეგ ერთობა. ხო და ვერ რაღაც პერიოდში გქონდა. გქონდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ აი არის ხო, აი არ ვიცი ეს მართული ძალები განაპირობებენ, საუკუნეებია, ხშირად მიფიქრია ეგეთ რაღაცას, მაგრამ აი კონკრეტულ პასუხი არ მაქვს. აი ვერ ვუპასუხებ. აი უცხოელმა რომ მკითხოს, რა გაერთიანებთ ყველა ქართველს, მე ვერ ვუპასუხებ. თვითკრიტიკულობა და კეთილგანწყობა. ვფიქრობ ის ორი თვისებაა, რომელსაც მებონ უცუბიძეს მასთან ზედაპირული კონტაქტის დროსაც კი შეამჩნევთ. აი ეს უნდა დაიცის რა, მთელი ზედაპირით გააფეგრებ ეცი. ეს კარგია კი, ეს კარგია. შეიძლება საკუთარი თავის მიმართ მკაცრი მიდგომაცაა იმის მიზეზი, რომ ერთხანს მთლიანად სხვების ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედების პოპულარიზაციით იყო დაკავებული. ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს ჩაგივდია 2024 წლამდე მებოს მაკომ ჭედლიშვილთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური გადაცემა აკუსტიკა მეყავდა. მებოს მთავარი საქმე დღეს აი ამ სტუდიას ჰეიმას უკავშირდება. საუნდ დიზაინი, გახმოვანება, ხმის ჩაწერა, მიქსინგი, ყველაფერი რაც უკავშირდება ხმას, ცოცხლდება მებოს და მისი მეგობრების სტუდიაში. როცა შენთან მოდის უკვე ხმაზე ეს ფილმი, მან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეჟისორთან ძალიან ბევრი ისაუბრო, რომ გაიგო, რომ საიდან გაჩნდა ეს იდეა, რა იყო, ეხლა მაგალითად შტეფან ტოლცის დოკუმენტურ ფილმზე ვიმუშავეთ, სტალინის სკოლა. სადაც ლაღიძის წყლებზეა მოკლედ ეს ფილმი. ისე სპოილერი რო არ გამომივიდეს და რაღაცა არ თქვა, მაგრამ მთელი მუღამია რომ შტეფანის თავში ეს იდეა იხარშებოდა, რომ პირველად რო ჩამოვედი საქართველოსიო, რომ გავსინჯე ლაღიძის წყლებიო, იმის მერე დავინტერესდი ამ ფენომენით, რომ აი რატო არის ეს მარტო აქ და რატო არ იყო მაგალითად გერმანიაში. ანუ ადამიანი 88 წლის მერე, ზუსტ წელი არ ვიცი, მაგრამ აი ამდენი წელი ფიქრობს, ამ იდეით ცოცხლობს და რაღაც 20 წლის შემდეგ როგორც იქნა გადაიღო ფილმი, რომელსაც იღებდა მე მგონი 7 წელი თუ 8 და წელი. შენ გთხოვს რომ ამ ფილმისთვის უნდა გარდახმის აქ მუსიკაც გავაკეთეთ. კი ბატონო. მუსიკა. და შენ იწყებ ფიქრს რომ რა მუსიკა მოუხდება ლაღიძის წყლებს. ზუსტად, მაგრამ ფიქრთან ერთად აუცილებლად რეჟისორთან საუბარი. აი მახსოვს რომ მაშინ ძოლ სტუდიაში ვიყავით, შტეფანი იყო ჩვენთან მოსული, ძალიან ბევრს მსჯელობდით, საუბრობდით, ანუ მან არის მთავარი რომ უნდა გაიგო რეალურად რა უნდა. მან თავარი იყო რომ ლიმონათის ჟღერადობა უნდა გვეპოვა, იმიტომ რომ თავარი პერსონაჟი არის ლიმონათი, ლაღიძის წყლები, ლიმონათს ვეძახდით ესე სამუშაო პროცესში, ესე ხო არ არსებობს ლიმონათის მუსიკა. რომელია ლიმონათის მუსიკა? ხო, ყველა ადამიანს თავში აიხარო რომ თქვი, ყველა მიცმოვი ვიღაცისთვის ეს არის, ვიღაცთვის ის არის, მაგრამ შენ უნდა გაიგო აი ამ ფილმში რო ნახავ რა არის სათქმელი და ის სათქმელი როგორ გახადო უფრო მკაფიო. ძალიან მიყვარს გუნდურად მუშაობა. ანუ არ აღვიქვავ რომ ხო მიყვარს როცა ერთად ვაკეთებთ რაღაცას და მე ყოველთვის როცა რაღაცაზე ვიწყებთ მუშაობას ჩვენც ხო გუნდი ვართ, მაგრამ ჩვენი გუნდი ვართ დიდი გუნდის ნაწილი და ყოველთვის აი ბიჭებსაც და ყველას ვისთანაც ერთად მუშაობთ, სულ ეუბნებით და აი ეგ პრინციპი გვაქვს რა და შეიძლება ჩემგანაც მოდის, იმიტომ რომ მე მიყვარს ეგ რა, რომ ყოველთვის ვიგებ და რა არის ჩვენი როლი, ანუ გუნდში. მე სხვათა შორის ისევ საფრანგეთთან მივდივართ. ერთმა ფრანგმა სანამ ამ სპეციალობაში გადავეშვებოდით, ეს მოხდა 2021 წლის მერე. მაგრამ იქამდე ჩემი ფრანგული ენის ცოდნის გამო მიმუშავია ფილმებზე. ოღონდ ფილმებზე მუშაობდი როგორც თარჯიმანი. სხვადასხვა დეპარტამენტებში, როცა ფრანგები იღებდნენ საქართველოში ფილმს. ბოლოს ვიმუშავე
მზის გოგოები ქვია Le Filles du Soleil სირიაში მზე არის და გოგოების დაჯგუფება რომელიც ებრძოდა თარგმნელად ამ ჯგუფის მან მუშაობდი მთავარი მხატვრის ასისტენტი ვიყავი და რეალურად ამ ფრანგ მთავარ მხატვარს დავით ბერსანეტი რომელიც მე დავმეგობრდი და დღემდე ბევრი რამე მასწავლა ცხოვრებაში მასთან მქონდა ერთი ძალიან საინტერესო უბრალოდ დისკუსია რაღაცაზე და მან მივხვდი რომ მისი ხედვა რომელიც მე რეალურად გავიაზრე და სტილო პროექტები ცხოვრობ და ჯერა რომ გამომდის მაგრამ კი მინდა რომ მაქსიმალურად ეგრე ვიცხოვრო მთელი ცხოვრება მან ეგეთი რაღაცა მიხსნა რომ არ არსებობს მნიშვნელოვანი და ნაკლებ მნიშვნელოვანი რგოლი განსაკუთრებით ფილმზე მუშაობისას რეჟისორი ოპერატორი გასაგებია რომ თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დაუშვათ დამდგმელი ოპერატორი რეჟისორი მსახიობი მაგრამ ძღოლი არ არის ნაკლებ მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ძღოლმა რომელიმე დილით მსახიობი არ მოიყვანოს სეტზე ეგ ბევრს არის ის დღე ჩაიშლება ესე მუშაობდნენ ფრანგები ეს არის კინო ზუსტად არა კოლექტიური ხელოვნება ჩემ თავში მაგ დროს მოხდა რომ მეთქი დავიდი რომელიც რაღაც მართლა ძალიან დიდი მხატვარია ძალიან დიდი პროექტები აქვს რაღაცა და ეს ადამიანი თulis რომ მეც მნიშვნელოვანი ვარ ძღოლიც მნიშვნელოვანია და თითქოს მე საქართველოში ისე ვარ გაზდილი რომ რავი აი თარჯიმანი ხარ რა შენ მიხარ იმიტომ რომ ეს ნარცისული პროფესია არის ბევრისთვის რომ რეჟისორი ვარ რუსებმა ასწავლეს საავტორო კინოს ფენომენი და საავტორი ვარ და ყველაფერი დანარჩენი არის ზედმეტი შენ არა მარტო ვთქვათ რეჟისორების თარჯიმანი იყავი არამედ წიგნი თარგმანი ჩემი ოცნება იყო და ერთი წიგნი ვთარგმნი მოგეწონა რომ წაიკითხე თუ ფილმი ნახე არა მე ფილმი მაგ მე ფილმამდე წავიკითხე მომეწონა და უბრალოდ აი თელი ცხოვრების ეხა უბრალოდ ფიზიკურად თორე ძალიან მიყვარს ანუ რეალურად რო არა ეს მუსიკა ხმა და ეს ჩემი თავარი პროფესია რაც არის რეალურად ლიტერატურა მიყვარს მე ყველაზე მეტად და თარგმნა უბრალოდ იმდენი დრო უნდა რომ აი მაგ წიგნს თარგმნიდი 6 თვე ხო და რატო გამახსენდა იცი იმიტომ რომ აქაც ხო ეს არის რომ ადამიანები ერთმანეთს მატებენ იმას რაც მათ აკლიათ და ხო და განსხვავებულებიც შეიძლება ერთად ეგ არის მაგის გამოგეწონა კი მე ძალიან მომეწონა ეგ იყო მთავარი და მაგ თარგმნის დროს ჩემთვის მართლა რამდენი პერსონაჟიც იყო ბოლოს ვატყობდი ჩემთავს რომ აი ცოტაც და შეიძლება სახში ეფიქრათ რომ ცოტა ვერ ვიყავი უკვე იმიტომ რომ რეალურად იმენით საუბრობდი რა იმიტომ ძალიან რთული არის ქართულად როცა თარგმნი მე არ მიყვარს მე თვითონაც როგორც მკითხველს არ მიყვარს ხოლმე თარგმანები სადაც მორგებული არ არის ქართულ ენას პერსონაჟის საუბარი და ხშირად ფრანგულში ვატყობ ხოლმე რომ ანუ პირდაპირ თუ თარგმნი ფრანგულ საუბარს არ გამოდის რომ ესე არ ლაპარაკობენ ქართულად შენ უნდა მიხვდე ეს პერსონაჟი ქართულად როგორ ისაუბრებდა მიხვდე მის ენას იქ როგორ საუბრობს იმიტომ რომ ერთი პერსონაჟი იქ ლაპარაკობდა ვეღლანს იყენებდა ჟარგონს ფრანგულს ანუ შესაბამისად ვეცადე რომ ეგ გადმომეტანა მეორე იყო ძალიან არისტოკრატული წარმოშობის პერსონაჟი რომელიც დახვეწილი ფრანგულით საუბრობდა ძალიან რთული მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესი და ასეთ მნიშვნელობას ვანიჭებ სიტყვას და სხვათა შორის ფრანგულ მუსიკას იმიტომ მკითხე როგორ ფრანგულ სიმღერაში სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო, შენ თვითონ შენ სიმღერებში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის სიტყვები არის სიმღერებში. ჩემ სიმღერებში და ცოტა ჩემ თავს გამოვიჭერ ხოლმე რომ თუ არ მომწონს მუსიკოსის სათქმელი რაც მის ტექსტებშია, იმ მუსიკოს მე ვეღარ უსმენ ხოლმე. ამიტომ ძირითადად რასაც усმენ არიან აი მაგრამ ამ სიტყვებს შენ არ წერ. მე ვწერ კი, ყველა სიმღერა შენ ჩემი სიმღერაც არის ყოველთვის ჩემი დაწერილია ყველაფერი. შენზე ფიქრებს ვეღარ ვერევი შენთან ერთად დაბერება მინდა თუ კი ჩვენი ერთად ყოფნა გაშინებს ამ ერთ შანსს გთხოვ ძალიან არ მიყვარს სატელევიზიო შოუები სადაც მიღია მონაწილეობა და იმიტომ არ მიყვარს რომ ამ სატელევიზიო შოუებში ჩემმა მეგობარმა მთხოვა რომ აუცილებლად კითხე რატო წამოვიდა X Factor-ი და რა არის ასეთი გასაიდუმლოებული დავგუგლე რა ვერ ვიპოვე ანუ არსად არ გითქვამს ეგეთი რამე ფრანგული ენის მიზეზი არ იყო მაგრამ ხო აი რაღაცა იარლყების მირტყმა იციან შოუებში და რაც მე ყოველთვის ძალიან მაღიზიანებ და მაგიზიანებს და გამაღიზიანებს. იმიტომ რომ მუშაობდა ეგ და მითხარ რომ გავიდა ფინალშიო, ფინალი თხა მეგონი და ფილარმონიაში ვარ თუ ამდენი ხალხი ველოდები თუ და არ მოვიდა. მან მოხდა ეგეთი რაღაც. ძალიან ესე შეიძლება
არ ვიცი ეს ჩემი პედანტობის თუ რისიბრალია, შეიძლება ესე ძალიან რბილი ადამიანი ვარ, ანუ არ უყვირი, არ უბრაზდი ჩემთან. არ უბრაზდები, მაგრამ ძალიან პრინციპული ვარ. რაღაცები არის, რაც ანუ არასდროს შეიძლება ადამიანებს გონიათ, რომ მე რადგან ესეთი მომღიმარი ვარ, ვერ ვამჩნევ ვიღაცები, რომ რაღაც უსამართლოდ იქცევიან. მე ყველაფერს ყოველთვის ვამჩნევ. ანუ რაღაც უსამართლობა დაინახე და კი, მან რეალურად ერთადერთი Facebook სტატუსი დავწერე თავის დროზე. მან იყო რომ რეალურად რამდენიმე მიზეზი იყო, რომ მე ვამბობდი, რომ ჩემი გასვლის თავარი მიზეზი X ფაქტორში, მაშინ როცა გავედი, იყო რომ მინდოდა რომ ჩემი მუსიკა და მე გავეცანი ადამიანებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს უფრო მეტი პლატფორმაა და დღეს რეალურად ეგეთმა შოუებმა ასე თუ ისე დაკარგა თავისი ის მნიშვნელობა, როგორც მაშინ ქონდა. მაშინ გულწრფელად, აი მე თქვენ შოქში ვიყავ, იმიტომ რომ ფინალისტი ვიყავი უკვე და ყველამ ცნობდა ქუჩაში. და ვერ ვაცნობიერდი, იმიტომ რომ ხალხი ტელევიზორს უყურებდა. დღეს უკვე აღარ უყურებენ. მამაშენიც დადიოდა როგორც შენ ყვები. მამაჩემი დადიოდა, ოღონდ ძალიან სასაცილოდ, იმიტომ რომ მამაჩემი ხო დღეს გონი ვახსენეთ, რომ არ უყვარდა ეს გამოხატვა თავისი გრძნობების. და არ მოდიოდა ფილარმონიაში, იმიტომ როგორც ვიცი, ცრემლები მოსდიოდა ყოველთვის, როცა ჩემს სამღერს ისმენდა. და არ უნდა რომ ეს ვინმე მოწონდა და ამაყობდა ალბათ და ბედნიერი იყო, მაგრამ არ უნდა რომ სხვას დაენახა ეს. და სახლში უყურებდა ხოლმე და მე მოდიოდა და ფილარმონიასთან ხვდებოდა რა. ნერვიულობდა ძალიან. და ეხა ფინალში გასული შვილი და ისე უხარია უცხო და აღარ მიდის. მაგრამ ვუთხარი რომ უსამართლობას აქვს ადგილი ხო და ეგ მისთვისაც აი მაგაში მე დამარცხე ძალიან. კი, იმიტომ რომ მაგაში ვგავართ აი მაგ პრინციპულობაში და სამართლიანობის ბოლომდე დაცვაში ვგავართ ერთმანეთს. იმიტომ რომ მაგისთვის მზად ვართ ყველაფერი დავუყო. ხო და არ დაგაკონკრეტებინე უსამართლობა რაში გამოიხატებოდა იმაში რომ იმარჯვებდი და რაღაც სიმღერები ფინალში უნდა გვემღერა 3 სიმღერა. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ მგონია რომ თავარი არის გამარჯვება. თავარი არის როგორ იმარჯვებ და როგორ გამოდიხარ. მე მერჩივნა რომ მემღერა ის სიმღერები რომელიც მე მინდოდა მემღერა, მაგრამ წამეგო, ვიდრე მემღერა სიმღერები რომელიც მე არ მინდოდა და არ ვთვლიდი რომ ეგ უნდა მემღერა და მომეგო. ანუ მოგებისთვის არ ვიყავი არასდროს მისული არც ერთ. ანუ გულწრფელად ვთქვი არ მოგწონდა ეგ სიმღერა. საერთოდ არ მომწონდა და თან მივხვდი რომ პრინციპი რომელსაც მე მეუბნებოდა, აი როგორი რაღაცები მოხდა, რომ რაღაც სიმღერაზე მივედი და ვთქვი რომ ეს სიმღერა მინდა რომ ვიმღერო თქო, ნახევარფინალში იყო მაილი საირუსი Wrecking Ball იყო, მაშინ ჰიტი და მე მქონდა ჩემებური ვერსია. და მინდოდა რომ ეს სიმღერა მემღერა და მე მითხრეს არგუმენტად რომ ეს სიმღერა არაო, ანუ ჩვენი შოუს ფორმატი არ არისო. და ანუ მივიღე მე ეს არგუმენტად, იმიტომ რომ თუ შოუში ვარ, ვერ გები ფორმატს. მაგრამ მე სხვა ადამიანმა იმღერა ეს სიმღერა იგივე შოუში. ოკეი, გასაგებია. მე ვამბობდი რომ ირაკლი შარკვიანი მამღერეთ თქო. და ჩემი საყვარელი ქართული მუსიკოსი არის ირაკლი შარკვიანი. არ მამღერებდნენ ირაკლი შარკვიანს. ერთმა იმღერა ირაკლი შარკვიანი, მეორე მიმღერა ირაკლი შარკვიანი, მესამე იმღერა და სხვები და მე ვუთხარ მე რატო არ მამღერებ თქო, მამღერეთ თქო და ფინალში თუ გახარ გამღერებთ. გავედი ფინალში. მივედი მე ხა უნდა ვიმღერებ თქო ირაკლი შარკვიანი, მოდი წავიდეთ. გაკეთებული მქონდა ძალიან კარგი ვერსია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური ამბავი იყო აი ფინალში მაგ სიმღერის შესრულება, იმიტომ რომ ამ ხალხს ვერაფერს გავაგებინებთ, ხმებს თუ მიწაში ჩავა. მოკლედ რაღაც ჩემი ამბავი მქონდა თავში და არა ეგო ძალიან სევდიანი არის ფინალისტვის. მე ვუთხარი ეგეთი ადამიანი გავედი ფინალში და მე რაც ვარ ეგ უნდა ვიყო. მოკლედ ბევრი მიზეზი იყო. ერთი რომ აი აქამდე დაგროვილი და მე ღამე გადაწყვეტე. ვუთხარი რომ ამ სამ სიმღერას ვიმღერებ, ან არ გავალ ფინალში თქო. არ ჯეროდათ რომ წავიდოდი, იმიტომ რომ $10,000 იყო ჯარიმა. მაშინ ეხაც ხო არ მაქვს $10,000, მაგრამ მაშინ საერთოდ $0 მქონდა. აი -20 ავტობუსით ძლივს დავდიოდი, აი ბებიაჩემი მაძლევდა ხოლმე. ძალიან მიყვარს ბებიაჩემი, რომელიც ეხა გარდაცვლილია და ინფლაცია ხო არ იცოდა რომ იყო ქვეყანაში და რო ხდებოდა და მოკლედ პენსიიდან ყოველთვის მაძლევდა $10, მაგრამ 10 წელს რო ვიყავი მაშინ $10 მაძლევდა და უკვე სტუდენტი რო ვიყავი და გოგოების კაფეში დაპატიჟება მინდოდა მაშინაც $10 მაძლევდა, თან მეუნებდა რომ შვილო, ამ გოგოები დაპატიჟება, ვერავის ვერ პატიჟებდი $10, მაგრამ ავტობუსის ბილეთის ფულს ყიდულობდი და რეალურად, მაგრამ მაგაზეც გავრისკე რა, რომ მეთქი არ მაინტერესებს, რაღაცას ვიზავ მთელი ცხოვრება ვალსავიღებ, მაგრამ არ მითხრა რომ გადამახტევინეს. სხვათა შორის არ გადამახტევინეს. იმიტომ რომ რო წამოვედი, მე მირეკავდა აი ყველა. ჟურნალები, სარკეგზე, რომ აი უნდათ რომ სკანდალი მომხდარიყო და მე არ ჩავერთე მაგაში. და ეს რომელი წელია? 2014. გამარჯობა. გაგვეცანის შეიძლება? მე ვარ მებო, 24 წლის თბილისიდან. მებო? მებო.
მებო, ანუ მერაბი? მე პირველ არხზე დაიწყე ცოტა გვიან, მაგრამ უკვე მერე იყო. ხო, უკვე იყო, მაგრამ იქიდანაც, ნუ, იქიდან მან დაი შენ კი არ წამოხვედი, არამედ გაგიშვეს. მან აი ესეთი რაღაც მოხდა რა, რეალურად ოფიციალურად ესეთი რაღაც მოხდა. ზაფხულია, შეულურ უკვე 6 წელია აკუსტიკაში ვართ, მე და მაკომ ჭედლიშვილი ორი წამყვანი და უკვე მგონია რომ აი რამდენი წელიც არ უნდა გაგრძელდეს აკუსტიკა, მგონია რომ იმაზე ნერვიულობ რომ სადღაც ხო არ მომბეზრდება, იმიტომ რომ 6 წელია და რეიტინგი აქვს, ხალხს უყვარს და მეთქი სადღაც იქნება ბეზდება რაღაცა. ხო და არ მომბეზდებია, მაგრამ მეშინოდა რა, რომ მეთქი სადღაც არ მომბეზდეს, მაგრამ ზაფხულია და მივდივართ დიდ უკვე ახალი სეზონის დაწყების თათბირია და სადაც რაღაცა თავიდან ვერ მივხვდი საერთოდ რა საუბარი იყო, რომ ანუ ფორმატი ბოლოს ეგეთი დასკვნა მოხდა, რომ გადაცემის ფორმატი იცვლება. სადაც თქვენ უკვე აღარ ხართ ის წამყვანები, რომლებიც ამ ფორმატში ჩაჯდებიან, რაღაც სხვადასხვა მიზეზის გამო ფორმატი იცვლება, ესე გითხრეს. რომ რაღაც უფრო უნდა იაროთ, ანუ უფრო ჟურნალისტური უნდა. ისევ ხართ, ოღონდ ისევ მუშაობთ, მაგრამ უნდა იაროთ. გამოვიდა ეგრე, ხო, ანუ უფრო სხვა, ანუ ესე კი არა რომ რაღაც უბრალოდ, იმიტომ რომ მე იქამდე მეც და მაგოც ვიყავით წამყვანები სტუდიიდან და ნუ გარეთაც გავდიოდით, მაგრამ არა ის რომ მაგალითად რაღაც სიუჟეტების მომზადება და რაღაცები ჩვენ არ გვევალებოდა რეალურად რა. უბრალოდ გვევალებოდა ის რომ წაყვანათ და მე გარდა ამისა ჩართული ვიყავი ხოლმე რომ როდესაც რაღაც ძალიან ხშირად გამიკეთებია რომ ვინმე პოპ მომღერალი რომ მოდიოდა რომელსაც მაგალითად უნდა აკუსტიკაში სიმღერა, მაგრამ არ ყავდა მუსიკოსები, ძალიან ხშირად მომიფიქრებია ვერსია, გამიკეთებია ამ რომელი წელია ეს? ეს მოხდა 2 წლის წინ მოხდა. უკვე არა 4-ში. 4 ზაფხულია. ხო და ნუ ეხა ბუნებრივია რომ ანუ დაწყებულია რაღაც ეგრე კი ევროპის კი არა ის უკვე მომხდარია მარტში რო ამბები იყო ეგენი უკვე მომხდარი არის მე იმის მე რაღაცა ანუ რუსული კანონი ჯერ ზაფხული არის და მე უბრალოდ ნუ რას ვიზავდით და ფორმატი თუ იცვლება და ჩვენ აღარ ვждებით მაგრამ მე უბრალოდ იყო ის რომ დაიწყო ახალი სეზონი და იგივე ფორმატი იყო გადაცემის უბრალოდ ჩვენ აღარ ვიყავით სამ. ოღონდ ეს ნახეთ ტელევიზორში. ხო, ტელევიზორში ვნახეთ და ანუ რეკავდით, ეკითხებოდით და თუ არა აღარ და მიზეზი მითხარი, რას ფიქრობ? მიზეზი მე რას ვფიქრობ მიზეზს? არ ვიცი, აი ოფიციალურად აი ესე რო ვილაპარაკოთ, მეც და მაკომაც ჩვენ თვითონ დავწერეთ განცხადებები და წამოვიდით. ანუ იმიტომ რომ გითხრეს რომ დაწერეთ განცხადება, უნდა წახვიდეთ, იმიტომ რომ ეს გადაცემა რო არ დაგეწერა განცხადება, არ დაგეძარათ ყველა. აი მე კარგი ურთიერთობა მქონდა რეალურად გადაცემაში მომუშავე ადამიანებთან. ყველასთან მქონდა კარგი ურთიერთობა და ხრებს ისე ჩავდნენ. ხო, ხრებს ეგრე გამოვიდა რა და ეხა თუ ის ადამიანები თვლიდნენ რომ ჩვენ აღარ ვერ გებოდით ინფორმაციას. რატო შეიაზეთ მაინც რატო გამოგეს? აქტიურობდი მაშინაც მაგას ვერ ბევრს ეგუთქვამს რა, ეგეთი რაღაც უკითხავთ, რომ შენი პოზიციების სოციალ ქსელში ერთი სტატუსის გამო ადამიანს ხო, ბევრი ერთ სტატუსთან მაშინ განსაკუთრებით ძალიან ბევრ რაღაცას წერდი, მაგრამ ნუ აბა რა გეგონა მე გამესმის, რომ იყო შემთხვევა, რომ მე რაღაც მითხრეს, რომ ახალ ხელშეკრულებას რო ვაწერდით ხელს, იმიტომ მე რეალურად უვადო ხელშეკრულება მქონდა, უბრალოდ ნუ ჩემი განცხადებით რადგან წამოვედი, ეგ ბუნებრივია, რომ ეგ იურიდიულად მე თვითონ წამოვედი, ოფიციალურად ესე იურიდიულად. მაგრამ მე იყო ეგეთი რაღაცებიც, რომ BBC სტანდარტები და პირველ არხსაც იგივე სტანდარტები აქვს, რომ ადამიანმა რაღაცები არ უნდა, მაგრამ მე ნებისმიერი ჩემი სტატუსი, რაც კი დამიწერა ნებისმიერი ჩემი პოზიცია, მე ყოველთვის ვარ მაგის მოწინააღმდეგე, რომ აზრს ვაფიქსირებ, არასდროს ჩემი აზრი არ არის შეურაცხყოფელი. არავის არ ვაგინებ, არავის არ დასცინი. არავის, იმიტომ რომ მაღიზიანეს მე თვითონ ეგეთი ძალიან გაბრაზებული როცა ხარ. მაინც ვაფიქსირებ, იმიტომ რომ სიმეტრიის სიყვარული. არა, მგონია რომ ეგრე უფრო შეიძლება ადამიანმა გაიგოს, იმიტომ რომ აზრის დაფიქსირების მიზანი რა გაქვს? მე როცა რაღაც თემაზე ვაფიქსირებ აზრს, მე მინდა რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ესე არ ფიქრობენ, გავაგებინო, რომ ჩემი აზრი შეიძლება მათთვისაც სწორი იყოს. თუ მათ შევაგინებ თუ მათ თუდად თუ ისინი ხო არასდროს არ გაიგებენ პირიქით ჯიპში ჩამიდგებიან და შეიძლება უფრო მეტად თავის არში ჩაიგეთნო და მე ყოველთვის როცა ნებისმიერ თემაზე იქნება ეს საქმიანობაში მუსიკის კეთებისას ფილმზე მუშაობისას ნებისმიერ ყოველთვის როცა რაღაც ვაფიქსირებ მე მინდა რომ ერთ ოთახში ვცხოვრობთ ყველანი ხო და ფანჯარი თუ ღიაა და ვცივდებით შენც ცივდები მეც ვცივდები და რატო უნდა დაგიძახო რაღაც ცუდი სიტყვებით რომ როგორ ვერ ხვდები რომ ფანჯარა ღია და ცივდები ვეცდები აგიხსნა რომ შენც ცივდები ამ ღია ფანჯარით და მე ზოგადად ეგ პოზიცია მაქვს ცხოვრებაში მაგრამ თუმცა ვიღაცებს წინდათ ეს პოზიცია ალბათ მაგრამ როცა წამოხვედი
არ ფიქრობდი რომ ეს გარკვეული თვალსაზრისით აი მადლი იყო. ანუ კი, იმიტომ რომ დიდი ტვირთისგან განთავისუფლდი. იმიტომ რომ თქვათ ეს როგორ გაგრძელდებოდა, ხო? ეს ყველაფერი შეიძლებოდა შენ კი ხარ ძალიან დამთმობი და კომპრომისი გიყვარს, ხო? მაგრამ შეიძლებოდა ქუჩაში შეგხვედრო და ვინ უნდა გეთქვა რომ არ გცხვენია, როგორ მიყვარს შენი სიმღერები და შენ სად მუშაობ. ნოემბრიდან მე მაგ ეთერში მაინც აღარ დავჯდებოდი. აი, მაინტერესებს. რა თქმა უნდა. და ეს რადიკალური გადაწყვეტილება იქნებოდა. მე გამომაგდებდნენ უკვე. ხო და მე ეგეთი ვარ, მე რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ მეშინია და ვიღებ ხომ. უბრალოდ რაღაცა ხაზები მაქვს, სადამდეც ვიცი რომ ეს ჩემს პრინციპებს და ჩემს ღირებულებებს არ ლახავს, ამიტომ ვაკეთებ. ანუ მე სადამდეც ვიყავი და ვმუშაობდი პირველ არხზე, იქ ისეთი ჩემ არაფერი არ მომხდარა, რაც სამარცხვინო იქნებოდა. ნამდვილად მართლაც აი რომ შევხედოთ მაგ რაღაცებს, ეგრე არაფერი არ იყო. ანუ მე არ ვთვლიდი, თუმცა იყო რაღაცეები და მაგაზეც დავწერე, გორგილაძის გადაცემასთან, კაცების გადაცემასთან, ეგეც საჯაროდ დავწერე. იმიტომ რომ ვთვლიდი, რომ გორგილაძის გადაცემა იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაცემა, რომელიც გადავიდა პირველ არხზე. ანუ არასდროს მე არ ვერიდები ჩემი სათქმელის თქმას. ხო და თავიდან ძალიან ნაწყინი მართლა, აი როგორი ხა 6 წელი რაღაც რო აკეთებ. თან მართლა ძალიან, ანუ ყოველ დღე ძალიან ბევრი ადამიანი მიგზავნიდა მუსიკას პირად შეტყობინებაში. ნუ გიყვარდა ეს საქმე გასა. აი თან ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი წერდა ახალგაზრდები, რომ აი მე გვინდა მოსვლა აკუსტიკაში, იმიტომ რომ იყო მართლა პლატფორმა და შეიძლება დღესაც არის მე აღარ ვადევნებ თვალს, რომელიც ადამიანებს აძლევდა რაღაც მნიშვნელოვან შესაძლებლობას და მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი ამის ნაწილი ვიყავი და ძალიან განვიცადე. მაგრამ აი ნოემბრის ამბების მერე ვთქვი რომ შეიძლება კარგიც კი იყო, იმიტომ რომ მაშინ ეხა მე თვითონ წამოვიდოდი. და თან პლუს დროც ნაკლები ქონდა შენი თავისთვის, როგორც მე ვხვდები, ხო? თან ეხა ნახე, წიგნი თარგმნე, ვიღაცებს უთარგმნიდი, დაყვებოდი, სტუდია ესე და ნუ ეს აგულიერის თავი რო არ გამოვიდეს, ხო? მუსიკოსი ხარ და ნუ რაღაც ალბათ გულში გინდა რომ შენი დისკი კონდეს და ალბომი გამოუშვა რაღაცა და მე რამდენიც ვიცი ეს დრო დადგა. ეს დრო დადგა, იმიტომ რომ აი ეგ დრო არ მქონდა და მე ჩემ თავში გადავხარშე ეს ყველაფერი და აი წელს უკვე აქტიურად ისევ ჩემ თავს დავუბრუნდი რა. ეს როგორი დაბრუნება არის შენ ესეთი ლირიკული კარგი გაგებით ირონიით არ ვამბობ. ხო, ესეთი მუსიკა იქნება თუ გაბრაზებული მუსიკა იქნება. მე როცა ჩემი გიტარით ან ჩემ პიანოსთან მარტო რჩები, აუცილებლად სევდიან ლირიკულ სიმღერებს, რომანტიულ სიმღერებსაც შეიძლება. გაბრაზებული არა? გაბრაზებული არა. ჯერ არ გაბრაზებული ხარ. არა, ბრაზიც მაგაში გადამაქვს მგონი რა. I've just changed my day and I've just chose my way. მართლა, აი, რაღაცნაირად ეგრე გადამაქვს ბრაზი. თლიანად ყველაფერი მანდ გადამაქვს. ეხა რაღაც კონცეფციაზე რასაც ვიქრობ, ცოტა რაღაცაზე ვჟელობდი და ცოტა უიმედო რომანტიკოსი შეიძლება ითქვას, რომ ვარ. ეს ისტორია მგონი არსადარავის არ მომიყოლია. მან გავაცნობიერე პირველად ეგეთი რაღაც, რომ ადრე შეიძლება ვაკეთებდი პატარ-პატარა კონცერტებს. ჩემი გიტარით და საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდიოდა, აი ერთი მსმენელთა რაოდენობა, რომელსაც უკვე რაღაც 30 კონცერტის მერე უკვე ვიღაცებს სახეზეც ვცნობდი რა, 100-მდე, 200-მდე ადამიანი, რომელიც დადიოდა. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ერთი ახალგაზრდა გოგო მოვიდა. სკოლის მოსწავლე იყო, ან ამთავრებდა და ისეთი რაღაც მითხრა, რომ მაგან საერთოდ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება მთელი რიგი საკითხებისადმი. მითხრა ეგეთი რაღაც, რომ თქვენმა მუსიკამო ძალიან ბევრჯერო სუიციდური ფიქრებისგან მიხსნაო. როცა აი ეგეთ რაღაცებზე ვიწყებდი ფიქრსო, გადამარჩინა თქვენო მუსიკამო და ვერაფერ ვერ ვუთხარი, იმიტომ რომ შიგნით რა ხდებოდა ჩემს შიგნით, არ ვიცი. იმიტომ რომ მანდ მერე დავიწყე უამრავ სხვა რამეზე ფიქრი. რომ ესე იგი ადამიანი როცა რაღაცას ქმნიდა ამ შენს შექმნილს უშვებს სამყაროში, შეიძლება ეს წიგნი იყოს, ფილმი იყოს, ეს სხვაზე როგორ გავლენას მოახდენს, შენ არ იცი. შენ უკვე ამას ვეღარ აკონტროლებ. ანუ შენ სიმღერას ვიღაცამ შეიძლება მოусმინოს და ღმერთმა უწყოს რა ფიქრი შეიძლება გაუჩნდეს. შეიძლება ცუდი ფიქრიც კი გაუჩნდეს. და მანდ მივხვდი რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანებს, ვინც ვბედავთ და ჩვენ სათქმელს ესე სხვა შეიძლება თავი მოაკვლევინოს. აი მაგაზე დავიწყე ფიქრი და ცოტა ხანი მქონდა ის რომ
არ არის რა ეგრე მარტივი ეს ყველაფერი, რომ ხშირად არ ფიქრდები ოღონდ რა, როცა ამაზე რა თქმა უნდა არ უნდა ვიფიქრო და ამან არ უნდა შეგაჩეროს, რომ შენი სათქმელი თქვა, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაა მოკლედ რა. ხელოვან და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აი ხო გვაქვს ხოლმე ხშირად საუბარი, რომ აი სპორტსმენებზე ნებისმიერ ადამიანი ვინც ხდება ცნობილი ნებისმიერ დონეზე, ანუ ამ დონეზე უფრო მაღალზე დიდი პასუხისმგებლობა უჩნდება, რომელსაც ძალიან ბევრი ვერ აცნობიერებს. იმიტომ რომ შენ როდესაც თუნდაც 50 ადამიანი იჯერებს შენ ნათქვამს, ან შეიძლება დაიჯეროს, ან რაღაცა გადაწყვიტოს შენ ნათქვამიდან, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს კონდეს გააზრებული. La bohème, ça voulait dire on est heureux. La bohème. მებოსთან საუბრის დროს ხვდები, მიუხედავად იმისა, რომ ორ თაობას წარმოვადგენთ, ყველაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს. თუმცა იმ ადამიანებისგან, რომლებიც შოუ-ბიზნესში მოღვაწეობენ, თითქმის ყოველთვის გამიჯნული ვიყავი. მაინც გავრისკე და წარმატების შესახებ პოზიციის გამოხატვა ვთხოვე. ბოლო დროს განსაკუთრებით მაწუხებს წარმატების კულტი სოფლიოში. როცა ადამიანებს ბავშვობიდან ასწავლიან, როგორ შეიძლება გახდე წარმატებული და ძლიერი. და ნაკლებად ასწავლიან, როგორ უნდა იყოს სამართლიანი და კეთილი. ძალიან ბევრი მიფიქრია მაგაზე, რომ როგორ რა უნდა ქნა, როცა მართლა ასეთი კონკურენცია, ყველა ცდილობს, რომ თვითონ გამოჩნდეს გელი. მაგრამ მან ეგეთი რაღაც არის, რომ რაოდენ ძალიან ბევრი წიგნი ხომ მიყვარს, მაგრამ ძალიან უცნაურია. ჩემი საყვარელი სპორტსმენია რაფაელ ნადალი, ჩოგბურთი მიყვარს ძალიან და ნადალი არის ჩემი საყვარელი ჩოგბურთელი. და გარდა იმისა, რომ ჩოგბურთელია, მისი დამოკიდებულებები ძალიან მიყვარს თავისი კარიერისადმი, როგორ უდგებოდა თავის კარიერას, იმიტომ რომ მაგას როჯერ ფედერერს და ნოვაკ ჯოკოვიჩს ჰქონდათ, ნუ აი დაუსრულებელი კონკურენცია, დიდი სლემის მოგებებით, ხან ერთი გადავიდოდა პირველ ადგილზე, ხან მეორე, ხან მესამე და ასე შემდეგ და მან ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუზე ნადალს კითხეს, რომ აიო, რას ფიქრობო ჯოკოვიჩსო, შენზე მეტი დიდი სლემის ტიტული აქვს მოგებულიო და ხო უმარტივესი რაღაც უპასუხა, მაგრამ იმდენად დამამახსოვრდა ეგ ამბავი, რომ ეგ არის ფილოსოფია, რომელიც მე გადმოვიტანე და ჩემს შულას მაგას ვეტყვი. ნადალმა ეგეთი რაღაც უთხრა, რომ მე არ მაინტერესებს ჩემს მეზობელს როგორი იახტა ყავს. მე მაინტერესებს მე რა მაქვს და მე ვინ ვარ და როგორ ცხოვრობ. მე მგონია რომ ჯერ არ მყავს შვილი, მაგრამ რომ ეყოლება პირველს რაც ვასწავლი, რომ უნდა მიხვდეს რა უნდა ცხოვრებაში, რა უყვარს, თუ მუსიკოსი იქნება მუსიკოსი, მაგრამ ყოველდღიურად უნდა ეცადოს, რომ იყოს უფრო კარგი მუსიკოსი ვიდრე წინა დღეს. თუ იქნება მწერალი, ეცადოს, რომ უფრო კარგი იყოს ვიდრე წინა დღეს. თუ იქნება ინჟინერი, არ უყუროს ხვებს, ვიღაცა ყოველთვის იქნება მასზე კარგი ინჟინერი, ვიღაცა ყოველთვის იქნება მასზე კარგი მუსიკოსი, ვიღაცას ყოველთვის ეყოლება მასზე მისი კონკურენტი მისივე თავი იყოს. ზუსტად. მე ეგ ხედვა მაქვს. შენ უნდა ყოველ დღე ეცადო, რომ შენ თავში ბოლომდე, იმიტომ რომ ეს ფიქრები, რომ ვიღაცას შეიძლება შენზე უსამართლოდ ყავს მეტი მსმენელი, მე იმაზე ჭკვიანი ვარ, მაგრამ იმას რატო აქვს ჩემზე, არ გეხება. შენი ცხოვრება გეხება შენ. შენ რა თქმა უნდა, უსამართლობა თუ ვიღაცამ დაგჩაგრა, ეგ შენ გეხება, მაგრამ გარშემო ვინ რას აკეთებს, შენი არჩევანი უნდა გააკეთო. შენ მე მაგალითად ვარ მუსიკოსი, წელს გადავწყვიტე, რომ უფრო აქტიურად დავბრუნდე და ვაკეთო ჩემი სიმღერები და დავბრუნდე და ეს იქნება უნდა იყოს უკეთესი ვიდრე წინა. და ჩემი მიზანი არის, რომ მე ბოლომდე ამოვწურო ჩემი თავი ამ სიმღერების შექმნისას. იმის მერე რა იქნება, ის რაზეც შენ არ გაქვს კონტროლი, ამის გამო შენ სხვა ადამიანებზე არ უნდა იყო ნაწყენი ან სხვა. მოკლედ, თავარი ჩემთვის არის, რომ საკუთარ თავზე უნდა იმუშაო. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხშირად მიფიქრია, რომ აი მე მქონდა ეგ პროფესიასთან დაკავშირებით სხვათა შორის, იმიტომ რომ საქართველოში ეგ ძალიან არის, რომ აი რო გადავხედოთ გარემოს, რა ძირითადად აი ყველა მუსიკოსი, თუ მუსიკოსების ოჯახიდან არ არიან გამოსული, მაინც რაღაც ეგეთი გარემოა, სადაც რაღაც დედა მუსიკოსი ან რაღაც გარემო, აი ცოტა ისეთი რა, შენთან საერთოდ არ ყოფილა. საერთოდ არა და შესაბამისად ამ გარემომ შემიქნა ის, რომ არავის არ უნდოდა რომ მე ამ სფეროში წავსულიყავ. არავის. იმიტომ რომ მანდ იყო ეგეთი რაღაც, რომ როგორ იცხოვრებ, როგორ შეჭამ, როგორ გადაიხდი კომუნალურებს და კი გამოვიარე. მქონდა პერიოდები, როდესაც მართლა მახსოვს, რომ 600 ლარიანი ხელფასი მქონდა და 640 ლარი მქონდა ბანკში გადასახდელი ყოველთვის.
კომუნალურებს ვერ ვიხდიდი, ეგ საერთოდ უმუშევრობის პერიოდიც მახსოვს, მაგრამ მე ვიცოდი რომ ამის კეთება მინდოდა. მე ვიცოდი რომ ეს იყო ჩემი გზა, როგორიც რანაირიც ეგ იქნებოდა. მე რა თქმა უნდა დღეს კომუნალურების გადახდა შემიძლია, მაგრამ აი არასდროს არ დავნებდი იმას, რომ მეუბნებოდნენ რომ გახდი ექიმი, გახდი იურისტი, პროგრამისტი გახდი დღეს ხო 2026 წელია. მაშინ ეგრე რო ვიცხოვთ ადამიანებმა, მაშინ ყველანი პროგრამისტები უნდა გავხდეთ და აღარ იარსებს AI, ხელოვნური ინტელექტი უკვე სიმღერებსაც წერს და ჯერ ეტყობა, მაგრამ ღმერთმა უწყის რა. ხო და მე მგონია რომ აი ჩემ შულსაც და მე მესმის მამაჩემისაც, რომელიც არავის არ მეუბნებოდა ამას, რაც მე მინდა რომ უთხრა ჩემ შულს, რომ შვილო, რაც გინდა ისაკეთე და მაგაში იყავი მაგარი, იმიტომ რომ მესმის მამაჩემის 90-იანების გამოვლის შემდეგ დღეს რეალურად მე და ჩემი ცოლი რო ვფიქრობთ ხოლმე 90 აი ამ ცოდნით და ამ დღეს როგორ ვიცვათ 93 წელს აი შვილი როგორ უნდა ყოლოდა აი რა სიგიჟე არის ხო შუქი არ არის წყალი არ არის და ყავს ადამიანი რომელიც უნდა გაზარდო რომელიც შენი პასუხისგებლობაა მთლიანად მე მესმის როდესაც დავუშვათ მამაჩემი ნერვიულობდა რომ მე ყოფილიყო მუსიკოსი მისთვის არ მithქვამს იმიტომ რომ ამაზე უკამათი ვქონდა და ბევრ ამაზე ეგრე მწყდება ხოლმე გული იმიტომ რომ მაგრამ მაინც ხომ მოდიოდა ეტირებოდა მაგრამ რეალურად 2016 წელს გარდაიცვალა მამაჩემი და ძალიან ბევრ რაღაც არ უნახავს არ ვიცი ეს ეგოისტური ამბავია ანუ მე ვარ ეგოისტი და წდება გული რომ არ უნახავს იმიტომ რომ მინდა რომ რაღაცნაირად ენახა რომ აინახე მამა ხო ხედავ რაღაცა მაგრამ ვერ ნახა მაგრამ არა უშავს